Čaršan ოცნების პარლამენტმა შეცვალა გრანტების შესახებ კანონი და ორგანიზაციებს უკვე აუკრძალა მისი თანხმობის გარეშე ამ შემთხვევაში გრანტის მიღება. თუ ვენეციის კომისია ზოგადად ამბობს ხოლმე რომ რაღაც კანონი შესაძლებელია და დასაზუსტებელია, ამ ცვლილებებზე მათ პირდაპირ თქვეს რომ ეს იყო გასაუქმებელი. ამიტომ სრულიად არასწორია მტკიცება იმის რომ თითქოს ისევ და ისევ ორგანიზაციების საწინააღმდეგოდ იღებენ ამას, ეს უკვე მათ გაკეთებული აქვთ. ის ეგრეთ წოდებული ცვლილებები, რომელიც ოცნების პარლამენტში დაინიცირდა, მისი მიზანი არის ის, რომ მოხდეს ინდივიდების შეზღუდვა, ინდივიდებს ისეთი განცხადებების გაკეთება შეეზღუდოთ, რომელიც ქართული ოცნებისთვის მისაღები არ იქნება. თუ ადამიანი მიიღებს რაიმე ტიპის ფულს უცხოეთიდან და შემდგომ მას ექნება განსხვავებული პოზიცია და არ ექნება მთავრობის თანხმობა ამის სალაპარაკოდ, ამ შემთხვევაში მოხდება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ამ შესაძლებლობას აჩენს ეს ეგრეთ წოდებული ცვლილებები და იმ პირობებში, როცა ამ ქვეყანაში არ გვაქვს სასამართლო, როცა მოსამართლეები ნებისმიერ პირს, ესე ვთქვათ, ნებისმიერ ბრალდებას მხარს უჭერენ, ყოველთვის ეს კანონი იქნება ყველა ადამიანის თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი. ეს არის წმინდა კომუნისტური შინაარსის ეგრეთ წოდებული კანონი, რომელსაც ექნება მარტივი მიზანი და ამოცანა, რომ ადამიანები იყვნენ ჩუმად, ისე როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო. ეს არის ამ კანონის მთავარი არსი, რასაც გვთავაზობს ქართული ოცნება და რომელს მიზანიც არის ადამიანების გაჩუმება. ეს ჩანაწერები, რომელიც ამ ეგრეთ წოდებულ ცვლილებებში არის წარმოდგენილი, იმდენად ფართია, რომ თუ ფული იქნება ნებისმიერი უცხოური წარმოშობის, იქნება ეს სტიპენდია, იქნება ეს მაგალითად ემიგრანტის მიერ გადმორიცხული თანხა, იქნება ეს რაღაც სხვადასხვა თანხა, რომელსაც იღებს ადამიანი ანაზღაურების სახით, ამ უკიდეგანოდ ფართო განმარტებით, რომელსაც ეს გრანტების შესახებ ეგრეთ წოდებული ცვლილებები გვთავაზობს, ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს გრანტად და მერე თუ ეს ადამიანი იტყვის რაიმე ისეთ პოზიციას, რომელსაც ვიღაცა ჩათვლის, რომ ეს საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, ან ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მიზნით არის, ესე ვთქვათ, განზრახული, შესაძლებელი გახდება ადამიანებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ორ მარტივ კომპონენტს შეიცავს ეს ეგრეთ წოდებული ცვლილებები: ნებისმიერი უცხოური ფული და ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით, რომელიც იმდენად ფართოდებულებაა, რაშიც ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს. Facebook პოსტიც შეიძლება ეს იყოს აქციაზე ნათქვამიც, ეს შეიძლება იყოს საჯაროდ სხვაგან ნათქვამი, შეიძლება ეს იყოს ისეთი რამ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი რუტინული ყოფის ნაწილია, მაგრამ ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს არის საზოგადოებრივ აზრზე ან ხელისუფლებაზე ზემოქმედების მიზნით გაკეთებული და შემდგომ ამისთვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს. გარდა ამისა, ეს ეგრეთ წოდებული ცვლილებები გვთავაზობს იმას, რომ იმ ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც მეწარმე სუბიექტებს, კომპანიებს, ჩვეულებრივ შვპს და ნებისმიერ სხვას შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ კი მათ მიერ განხორციელებული ქმედება აღქმული იქნება სამართალდამცავი უწყეების მხრიდან, როგორც პოლიტიკური შინაარსის ქმედება. მაგალითად, თუ კი რომელიმე კომპანიის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში რაღაც ცუდად ხდება, კომპანიის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და მათ რაღაც ერთობლივი განცხადება შეიძლება ჰქონდეთ, ან სამუშაო დროს რაღაცა პერფორმანსი გააკეთონ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს როგორც პოლიტიკური საქმიანობა და ამის გამო ჯერ ადმინისტრაციულად და მერე სისხლის სამართლებრივი წესით დასჯიან შესაბამის სამეწარმო სუბიექტის წარმომადგენლებს. რაც ასევე არის ერთ-ერთი გზადასაშუალება იმის, რომ კერძო სფერო, კერძო ბიზნესი იყოს კაფიოდ გაჩუმებული. ამ ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი არის ადამიანები გააჩუმოს შიშით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის 6 წლიანი ციხის შიშით. აი ფილმში როგორც არის კუჩხბედნიერში, ვინც არ უნდა იყო მან შენ დიდარი თუ ღარიბი, ყველას მიმართ გავრცელდება, არანაირი დათქმა ამ რეგულაციას არ აქვს. ვიზეც მოეპრიანებათ, ვიზეც მოეპიტნავებათ, მის მიმართ შეიძლება ეს ჩვეულებრივად გავრცელდეს, იქნება ეს პატარა კომპანია, დიდი კომპანია, ინდივიდი, რომელიც საზოგადოებრივად აქტიურია, ვის მიმართაც როდის დაჭირდებათ, მაშინ იქნება ამ ეგრეთ წოდებული ცვლილებების ამოქმედება შესაძლებელი. ამიტომ ვამბობთ, რომ ამ ეგრეთ წოდებულ ცვლილებებს არ აქვთ რაიმე კონკრეტული მიზანი. ეს არის ყველას თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი. შეიძლება ვიღაცა ვერ გრძნობდეს ამას, მაგრამ ხვალ შეიძლება გახდეს. ვიღაცამ შეიძლება ხვალ თავისი შვილის წამლის მოთხოვნით პროტესტი გამართოს. და ამის არაერთი შემთხვევა გვინახავს სამწუხაროდ საქართველოში და თუ აღმოჩნდება, რომ მე იმ ადამიანს შემოსავალი აქვს ემიგრანტი მშობლისგან ან ნათესავისგან, უცხოეთიდან, ეს დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რაც ამ ეგრეთ წოდებულ ცვლილებებში არის წარმოდგენილი და შესაბამისი პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლობა დადგება 6 წლიანი ციხით ამ ადამიანების მიმართ. ეს არის შიშის დამთესავი ნორმა, რომელიც როცა დაჭირდებათ ვისთან მიმართებაშიც, მაშინ იქნება შესაძლებელი მისი გამოყენება. ეგრეთ წოდებული ცვლილებები ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც ითვალისწინებს იმას, რომ შესაძლებელი ხდება ყველა კატეგორიის საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის ფარული მიყურებაც, ხანდაზმულობის ვადაც დიდი არის ამ შემთხვევაში მძიმე დანაშაულებთან მიმართებით და რაც ბუნებრივია მეტ რეპრესიული მექანიზმით აღჭურვავს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ორგანოებს ამ მიმართულებით. ეს ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ცვლილებები ამბობს იმას, რომ თუ გაქვს უცხოური წარმოშობის ფული, მათ შორის ემიგრანტისგან გადმორიცხული, უნდა კონდეს მთავრობის თანხმობა, ისი არ შეიძლება შენ კონდეს პოზიცია, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობაზე ზემოქმედების მოხდენას, მათ შორის შვილისთვის წამალს რო ითხოვდე და ითხოვდი ამისთვის ბიუჯეტის ცვლილებებს, ისევე როგორც მაგალითად არ უნდა კონდეს ისეთი განცხადება, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად. ეს ორი კრიტერიუმი, უცხოური ფული პლუს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მოხდენა, ისევე როგორც მთავრობაზე ზემოქმედების მოთხოვნა, თუ ამ ორს აკმაყოფილებ და არ გაქვს მთავრობის თანხმობა წინასწარ აღებული, ამისთვის პასუხისმგებლობა არის შემოთავაზებული, რაც ორმაგაც საზიზღარი აქვს ამ ეგრეთ წოდებულ ცვლილებებს, არის ის, რომ ის გვთავაზობს უკუძალით პასუხისმგებლობასაც, მაგალითად დღეს როცა ეს ეგრეთ წოდებული ზაკონი არ მუშაობს, დღეს რო ვინმეს კონდეს ესეთი თანხა მიღებული, ესეთი განცხადება ქონდეს გაკეთებული, სანამ ეს ცვლილებები ძალაში შევა, ესე ვთქვათ, მანამდეც ამისთვის აუცილებელია თანხმობის მიღება. თუ მანამდე კანონის ამოქმედებამდე არ გაქვს ეს თანხმობა მიღებული, მაინც პასუხისმგებლობას გვთავაზობს ეს ეგრეთ წოდებული ცვლილებები. სამართლის ფუნდამენტი და ანაბანასთან მოდის წინააღმდეგობაში ეს ყველაფერი, რასაც გვთავაზობენ. რაც მათ უკვე აკრძალეს შარშან, დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს აუკრძალეს ამ შემთხვევაში შესაბამისი დაფინანსების მიღება, ადამიანების ხედავთ, რომ თავიანთი ენთუზიაზმით, შემართებით, შემოწირულობით მაინც აგრძელებენ საქმიანობას და ზოგიერთი ადამიანი მაგალითად შეიძლება მათ უცხოეთიდან დონაციას ეწეოდეს, ზოგიერთი ადამიანი ეხმარებოდეს ამ თვალსაზრისით, არაერთი კამპანია ტარდება. ეს იმდენად ფართო საზიზღარი დებულებებია, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება ამ შემთხვევასთან მიმართებაშიც გავრცელდეს და ამის გამოც შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგეს. შეუცნობელ არს ზოგადად ფარგლები და მასშტაბი, როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს ეგრეთ წოდებული ცვლილებები. ამ ცვლილებებს არ აქვს საზღვარი. ამ ცვლილებებს ნორმაზე რო თქვათ, რომ აი ამ 5 შემთხვევაზე ვრცელდება, არა. არ არსებობს ესეთი, ის ვრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, იმდენად ფართო რეგულაცია აქვს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი გახდება ყველას და ყველაფრის მიმართ. და იმ პირობებში წარმოიდგინეთ, როცა არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, ვისთან როგორ რანაირად მოხდება ამის აღსრულება, ნამდვილად ამის პროგნოზი არც ერთ იურის, არც ერთ შემთხვევაში არ შეუძლია. ეს არის ამიტომ დამაშინებელი კანონი, რომელსაც მიზანი აქვს, რომ დააშინონ და გააჩუმონ ადამიანები. კი, არაერთი პროტესტი გამართულა საქართველოში, ამ ბოლო წელიწადნახევარს რეტროსპექტივას რო შევხედოთ, რომელიც მაგალითად, პირობითად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს არ უერთდებოდა. ადამიანებს პრობლემები უჩნდებოდათ, ყოფილა ესეთი სოციალური საკითხები, ყოფილა სხვადასხვა საკითხები, ისინი ამბობდნენ იმას, რომ მათთვის შეიძლება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მისაღები არ არიან, ისინი შეიძლება ერთდრო ამბობდნენ ესე ვთქვათ, რომ ხარს უჭერდნენ ქართულ ოცნებას და მათ პროტესტი მაინც ჰქონდათ. ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითი ამის ბოლო და კარგი თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ეს ადამიანები უკვე რამდენიმე დღე აქციას მართავენ, მაშინ როცა თვითონვე აღნიშნავენ, რომ ისინი ამ რეჟიმის მომხრეები არიან და იყვნენ, არავინ არ ვიცით, როდის დაგჭირდება პროტესტი. როდესაც ადამიანს წამალი გჭირდება ოჯახის წევრისთვის და არ გიფინანსებენ, შეიძლება პროტესტი გამართო. როდესაც ადამიანს შეიძლება ისეთი პრობლემა ჰქონდეს, რომელიც შეიძლება იმ მომენტში უმრავლესობას მიეკუთვნებდეს შენ თავს, ვერ ხედავდე, რომ შენ შეიძლება პროტესტი დაგჭირდეს, მაგრამ ხალხაზე შეიძლება შენ დაგიდგეს. დღევანდელ პროტესტსაც რო გადახედოთ, აქ ნახავთ ბევრი ისეთ ადამიანს, რომელიც წარსულში ქართული ოცნების ხარდამჭერი იყო, რომელიც ქართული ოცნების წევრი იყო, მაგრამ დღეს ის პროტესტში აქტიურად არის ჩართული. ამიტომ ვის როდის რა იქნება გასაპროტესტებელი, როდის ექნება წინააღმდეგობა, არასდროს არ ვიცით. ამიტომ როდესაც ესეთი პროტესტის შემთხვევა დადგება, მერე იქნება სწორედ ეს დამოკლეს מחვილივით გამოყენებული რუსული სტილის უპრეცედენტოდ მასშტაბის
ფართო ეგრეთ წოდებული კანონი მზად, რომ შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისროს. ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ესა თუ ის კანონი რუსეთიდან აქვს გადმოტანილი ქართულ ოცნებას, ამ შემთხვევაშიც აი პაპზე მეტი კათოლიკეები არიან და რუსეთსაც კი გაუსწრეს წინ და ესეთი სიბოროტე, ესეთი მასშტაბის, ესე ვთქვათ, ავტოკრატიული ესე ვთქვათ მექანიზმები მე რუსეთის ფედერაციაშიც არ მახსენდება. ალბათ ესე ვთქვათ მადაჭამაში მოდის ამ მიმართულებით და ამ სწრაფი ავტოკრატიული უკუსლის ფონზე ეთყობა ეს ახალი საჭიროებებით შესაბამისად გაჩნდა. ეს დაგვაკარგინებს ალბათ თავისუფლებას. ამ ქვეყნის ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული თვისება არის პროტესტი, აქცია, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობაც კი, როცა ზვიად გამსახურდია აცხადებდა 9 აპრილს, ის სიამაყით მოიხსენიებდა 9 აპრილს დაყუპულ გმირებს, რომლებიც აქციაზე იყვნენ. საქართველოს აქტიური მოქალაქეების ქვეყანაა, ჩვენ ხშირად გვაქვს პროტესტი და ეს საქართველოს ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაუფიქსირებია. ქართული ოცნება პროტესტ და აქციას ერთი წელია ებრძვის რუსული ბოროტული სტილის ნორმებით, კრძალავს ყველაფერს, რაც მას არ მოწონს პროტესტის სხვადასხვა ფორმას. ეხლა მისი მიზანი არის ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ თავებში შემოიჭრას და თქმის უფლებად შეგვიზღუდოს, დაპოსტვის უფლებად შეგვიზღუდოს შესაძლებლობა იმის, რომ მისგან განსხვავებული აზრები დაფიქსირდეს. თუ აქამდე საუბრობდით ავტორიტარიზმზე, ეს კანონი, ეგრეთ წოდებული კანონი უკვე არის ტოტალიტარიზმისკენ გადადგმული დიდი და მსუყე ნაბიჯი. 2013-2014 წლებში მე და ირაკლი კობახიძე და ნიკოლოზ სამხარაძე და სხვა ავტორები ვიყავით ღია საზოგადოების ფონდის მიერ დაქირავებული ექსპერტები და ერთად მოვამზადეთ ერთი ანგარიში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკის შეფასება შეეხებოდა საქართველოზე. ჩვენ ამაში უცხოური წარმოშობის ჰონორარი გადაგვიხადეს. ჩვენ ამისთვის მოვამზადეთ ანგარიშები, რომელიც გამოქვეყნდა საჯაროა დღესაც. სხვა შორის ირაკლი კობახიძეს ერთ-ერთ რეკომენდაციად ამ ნაშრომში ჰქონდა ის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა უნდა მოხდარიყო. ქართული ოცნების სიას რომ გადახედოთ, არაერთ მათგანს აქვს ზოგი მალავს, როგორც ამბობენ ამას სივში, ზოგს უწერია, რომ ისინი სხვადასხვა დროს საქმიანობდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში და არასამთავრობო ორგანიზაციების წყარო ძირითადად უცხოური დონორები იყვნენ საქართველოში ყოველთვის, როგორც ეს ყველა ღარიბ ქვეყანას ახასიათებს და შესაბამისად ამ ეგრეთ წოდებული ცვლილებებით ისინი თავიანთი წარსულის კრიმინალიზებასაც ახდენენ. ავტოკრატია ალბათ ესეთია და ალბათ ეს საბჭოთა ოკუპაციის პირველმა წლებმაც გვაჩვენა ადამიანები, როცა ავტოკრატიაში არიან ჩართული, ისინი, ესე ვთქვათ, მათ უწევთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლითაც ისინი თავიანთ წარსულს უარყოფენ იმისთვის, რაცა მათი ფიქტიური ძალაუფლება გაიმტკიცონ. წინა წელს მიღებული ცვლილებები ორგანიზაციებს შეეხებოდა, ეს ეგრეთ წოდებული ცვლილებები უკვე ინდივიდებს ისახავს მიზნად. ყველა ინდივიდს, რომელიც შეიძლება არაქართული წარმოშობის, უცხოური წარმოშობის ფულს იღებდეს და რომელსაც შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს ქართული ოცნებისგან. ყველა ადამიანი ექცევა ამ დებულებაში და მათ მიმართ შეიძლება შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგეს. ეს არის შიშის დამნერგავი ეგრეთ წოდებული კანონი, რომლის მიზანიც არის, რომ ადამიანებს ხმამაღლა თქმა შეგვიზღუდოს ჩვენი ფიქრების, ჩვენი აზრების და ეს ყველაფერი აქვს მას მიზნად დასახული. ვის მიმართაც როდის დაჭირდებათ, მერე შეიძლება ეს ეგრეთ წოდებული კანონი აღასრულოს.